კვინტრაძის სტუდია დღის 4-ზე. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი სოფო კვინტრაძე და ჩვენ ვიწყებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. ჩემი სტუმარია გიორგი მუჩაიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი. მოგესალმებით, მეტნო გიორგი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ დღის მთავარ თემაზე, ვარშავაში მიმდინარე ნატოს სამიტზე და ასევე ცოტა ხანში ჩაგვერთვება სატელეფონო ხაზზე თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრი. მანამდე კი თქვენით დავიწყოთ. ბატონო გიორგი, პირველ რიგში მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა. როგორია თქვენი მოლოდინი ამ სამიტიდან და როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ის, ასე ვთქვათ, გამორჩეული, რა მოლოდინი გაქვთ ამ მიმართულებით, რას უნდა ელოდოს ჩვენი ქვეყანა ვარშავის სამიტისგან? დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ჯობია ალბათ პირველ რიგში ვთქვათ, რა არის მთავარი საკითხები, რომელიცაც განიხილავს ეს სამიტი. სამი ძირითადი საკითხია, რომელზეც მოხდება ფოკუსირება, ეს არის ნატოს თავდაცვის და შეკავების პოტენციალის გაზრდა. შემდეგ ეს არის ნატოს საზღვრებს გარეთ, მათ შორის რა თქმა უნდა ახლომდებარე რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გამტკიცება და მესამე ეს არის ნატოსა და ევროკავშირის შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ახლა საქართველოსთვის კიდე ამის დამატებით რატომ არის მნიშვნელოვანი, ხო, ეს სამიტი? იმიტომ რომ ამ სამიტზე მოხდება ფოკუსირება შავი ზღვის რეგიონზე. აქ საუბარი არის ნატოს როტაციული სამხედრო საზღვაო ძალების განლაგებაზე და იმ წვნების და სწავლების რაოდენობის გაზრდაზე, რომელშიც პარტნიორ ქვეყნა საქართველოს და უკრაინაც იქნებიან ჩართულები. უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც სამიტის დროს, ნატოს სამიტის დროს ხდება ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან მტკიცედ დააფიქსირა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომ საქართველო არის ნატოს კანდიდატი ქვეყანა და რომ ვერავით ასეთი ფორმულირება არ ყოფილა, ხო? ესე აი კანდიდატი ქვეყანა, ესე ისეთ რა არის თვითონ ფორმალურად კანდიდატის სტატუსის მიცემა ერთია, მაგრამ სერიოზულად განიხილავენ როგორც კანდიდატს შესვლისათვის ნატოში და ეს ყველა წინა სამიტებზე დადასტურდა ბუქარესტის სამიტიდან დაწყებული და დარწმუნებული ვართ, რომ იგივე დებულება იქნება განმეორებული და ჩადებული ნატოს სამიტის დეკლარაციაში. თუმცა სხვათა შორის აი ეს განცხადება, რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით სტოლტენბერგის, მოჰყვა ერთ-ერთ შეკითხვას, რომელიც მას დაუსვეს ექსპერტთა, ასე ვთქვათ, ფორუმზე, რომელიც გაიმართა ვიდრე სამიტი ოფიციალურად გაიხსნებოდა და კითხვა იყო ასეთი დასმული, რომ ზოგიერთ წევრ ქვეყნებში, ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებობს სკეპტიციზმი ბუქარესტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და კითხვა იყო ასეთი, რომ ხომ არ აპირებთ მართლა რომ გადაიხედოს ეს ბუქარესტის, ასე ვთქვათ, შეთანხმება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა სკეპტიციზმზეა ამ შემთხვევაში საუბარი, იმიტომ რომ სულ საუბრობენ მართლაც ამაზე, რომ აი საფრანგეთი მხარს არ გვიჭერს, გერმანია მხარს არ გვიჭერს, აი ამ მიმართულებით რა ხდება? მოდი გადავხედოთ თვითონ ნატოს გაფართოების წინა ისტორიას და ეხლა არახნის მიღებულ წევრებში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების მიმართ ესეთი სკეპტიციზმი მათ მიმართაც იყო იგივე დასავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან, მაგრამ მათ ეს სკეპტიციზმი გადალახეს თავიანთი რეფორმირების, დემოკრატიული უსაფრთხოების სფეროს სწრაფი რეფორმირების გზით და საბოლოო ჯამში მოხდა მიუხედავად ამ სკეპტიციზმისა, მოხდა მათი გაწევრიანება. ანუ არაფერი ისეთი ძალიან განსაკუთრებული ამ კუთხის სკეპტიციზმის კუთხით საქართველოს მიმართ არ არის, გასაგებია, რომ სტრატეგიული კუთხით ცოტა განსხვავებული სიტუაცია არის, მაგრამ მთავარია, რომ როდესაც გამოჩნდება სწრაფი წინსვლის და ინტეგრაციის საბოლოოდ გაწევრიანების ფანჯარა სტრატეგიული და მე მგონი უკვე ნენელა იქითკენ მიდის საქმე, რამდენადაც რუსეთი სულ ცოტა ხნის წინ, რამოდენიმე წლის წინ თუ პარტნიორად მოიხსენება ნატოს მხრიდან, უკვე ყველა მაგიქვა დღესდღეობით, რომ არის საფრთხე, რომლის აგრესიის შემაკავებელ ნაბიჯებსაც დღესდღეობით ნატო დგამს, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში შესაბამისი ბატალიონების და მრავალეროვნული ბრიგადების განლაგებების, მათ შორის რუმინეთში, ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკაში, პოლონეთში და ამას გარდა ნატოს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს თავდაცუნარიანობის გაზრდილების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებში. ეს რაში გამოიხატება ახლა? ეს არის
გაზრდა და გაღრმავება სწავლებების და ერთობლივი წვრთნების საქართველოსთან დახმარების გაზრდა თავდაცვის ადრე თუ სამშვიდობო შესაძლებლობებზე იყო კონცენტრირებული, ხო? ნატო, ამერიკის შეერთებული შტატები, ახლა ამის გარდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის შესაძლებლობის გაზრდა, ანუ აგრესიისგან თავის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა. ეს იქნება სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო სამივე კომპონენტი არის ამით მოცული და ჩვენ კონკრეტულად ეს ძალიან კარგად დავინახეთ სულ ახლახანს გამართულ ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებაში, რომელიც ნატოს ეგიდით გაიმართა და ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის შესაბამის ქვედანაყოფები და უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც ჯავშა მანქანებთან ერთად საბრძოლო ტანკებმაც მიიღო ამ წვრთნებში მონაწილეობა და სწორედ კერის ვიზიტის განმავლობაში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ მსგავსი სწავლებები გახშირდება, იქნება გაღრმავებული ეს თანამშრომლობა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით გაიზრდება ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება და ბოლოს დავამატებდი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ამ მემორანდუმში, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდა, ძალიან ცალსახად არის აღნიშნული, რომ შესაბამისი სესყიდოების უფლება მიეცემა საქართველოს, რომ თავისი შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკური აღჭურვილობა, შეიარაღება და ტექნიკა შესაბამისი შეისყიდოს. ანუ იყო რაღაც გარკვეული შეზღუდვები აქამდე და უკვე ამ მემორანდუმი ძალიან ცალსახა კაფიო გზავნილია, რომ ასეთი შეზღუდვები მომავალში აღარ იქნება. კი ბატონო, თავდაცვის მინისტრმა გააკეთა ვარშავაში განცხადება და იგი შეეხო შავი ზღვის ახალი უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, ფორმატს, რომელშიც შედიან ესე იგი შემდეგი ქვეყნები: რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოც იქნება, ასე ვთქვათ, შეყვანილი ამ ფორმატში. ამის თაობაზე რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, ეს ახალი ფორმატი? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე შავ ზღვაში და ამას აკეთებს ნატო არა მხოლოდ შავ ზღვაში, ბალტიის ზღვაშიც, ნატოს სამხედრო ყოფნის გაზრდა და არა მხოლოდ ნატო წევრების, არამედ პარტნიორი ქვეყნების ჩართვაც ამ ფორმატში, რათა უზრუნველყოფილი იქნას უკეთესად პარტნიორების უსაფრთხოებას. აქ ძალიან ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ არის ძალიან სერიოზული აღქმა იმისა, რომ ნატოს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებაზე გადის ასევე ნატოელი მოკავშირეების უსაფრთხოება. რამდენადაც ის სისტემა, რომელზეც დგას, ხო, ცივილიზებული სამყარო და მსოფლიო ის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო უფრო კიდევ შემდეგ ცივი ომის დამთავრების შემდეგ ჩამოყალიბდა, ეს არის საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობილი სისტემა. ეს სისტემა თუ მოიშალა, იქნება ცუდი მთლიანად არა μόνο საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის, შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვის, ევროატლანტიკური სივრცისთვის და გლობალური მასშტაბით, რადგან თუ არ იქნა წესები, დამკვიდრებული წესები, იგივე ტერიტორიული მთლიანობის დაურღვევლობის, სუვერენიტეტის პატივისცემით, მართლა ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ერთგვარი ჯუნგლებში და კონფლიქტის ალბათობა და საშიშროება მთლიანად გლობალური მასშტაბით შეიძლება გაიზარდოს, რაც რა თქმა უნდა არ არის ინტერესებში და ცივილიზებული სამყაროს ევროკავშირის, ნატოს, ევროატლანტიკური სივრცესი და რა თქმა უნდა ჩვენი. რამდენად რეალურია, რომ ჩვენ მართლაც ჩავერთოთ ამ ფორმატში, როგორ ფიქრობთ? და რამდენად რეალურია, რომ ამ გადაწყვეტილებას, თქვათ, ეხლა ამ სამიტზე ველოდოთ ჩვენ? მე ვფიქრობ, ბოლო დროინდელი გადადგმული ნაბიჯები ნატოს მხრიდან ანუ მზადყოფნის სპეციალური სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიმუშავა ნატომ და რომელიც მიმართულია რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად და ამის საწინააღმდეგო სპეციალური განლაგებების და სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, აი ამ კონტექსტში ძალიან ლოგიკურად ჯდება სამხედრო ყოფნა შავ ზღვაზე, გაზრდა ამ სამხედრო ყოფნის და მასში პარტნიორების ჩართვაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავამეორებ, ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი გაცხადებული მიზანია ნატოს პარტნიორი ქვეყნების და ნატოს მიმდებარე რეგიონებში უსაფრთხოების და სტაბილურობის გამტკიცება. კი ბატონო, ჩვენ დღეს ასევე ვიხილეთ დეკლარაცია, რომელიც ქართულმა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურმა პარტიებმა მოამზადეს. ესენი არიან ძირითადად
საპარლამენტო სუბიექტები, ქართული ოცნება, რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობა. ეს გახლავთ დეკლარაცია, სადაც ისინი ყველანი მხარს უჭერენ საქართველოს ინტეგრაციაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ამას მოყვა საკმაოდ დადებითი, ასე ვთქვათ, შეფასებები, რომ აი ასეთი ვთქვათ განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმების მქონე პარტიები ამ საკითხზე თანხმდებით. მართლაც რამდენად მნიშვნელოვანია, ვთქვათ, ეს გზავნილი, თუნდაც იგივე ნატოსთვის, რომ საქართველოსთან მათ მიიღონ ასეთი გზავნილი. ძალიან სერიოზული პოლიტიკური გზავნილია. დასავლეთის მიმართ, საერთოდ სოფლის ნატოს წევრების მიმართ, მით უმეტეს ამ ვარშავის სამიტის წინ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტიები ძალიან ბევრ რამეზე თითქმის ყველა თემაზე განსხვავებული პოზიციები, ზოგჯერ რადიკალურიც, აი ამ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტისთან დაკავშირებით არის ეს ნატოში ინტეგრაცია თუ ევროკავშირში ინტეგრაცია ძალიან მყარად დგანან ერთ და იგივე პოზიციას და ერთმანეთის გვერდით და ეს მოდის არა მხოლოდ რომელიღაც მთავრობის ან რომელიღაც პარტიების სურვილიდან, ეს კაფიო სურვილი გამომდინარეობს საქართველოს საზოგადოებიდან, ქართული ხალხიდან და აქედან გამომდინარე ეს ერთიანი პოზიციაც ძალიან ლოგიკურია და ამის აი სწორედ ამ მნიშვნელოვან მომენტში ამის გაღჟღერება და ამის მიწოდება და ამ გზავნილის გაგზავნა ჩვენი ნატოლი და ევროპელი პარტნიორებისათვის ვფიქრობ პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება. თქვენ ახსენეთ, რომ ეს არის ქართული ხალხის, ასე ვთქვათ, სურვილიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესოა, მართალია დიდი ხანია ესეთი ფართომასშტაბიანი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა მაინც ძალიან საინტერესოა, როგორია მოსახლეობის განწყობები, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში იყო ესეთი რაღაცა კვლევები, მცდელობები და მოგეხსენებათ რუსეთის მხრიდანაც არის ძალიან დიდი მცდელობა, რო ეგრეთ წოდებული რბილი ძალის გამოყენების და ასე ვთქვათ რუსული განწყობების გაძლიერების ჩვენ ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, ეს პრობლემა დგას მწვავედ თუ მაინც ფიქრობთ, რომ თქვათ აი ევროპისკენ, იგივე ნატოსკენ ჩვენი სწრაფვა არის ბევრად უფრო მძლავრი და ამას ასე ვთქვათ ვერ გადაძალავს ის რაც მანამდე ვახსენე, ასე ვთქვათ. რუსეთის მიერ განხორციელებული კვლევები, როგორც იკავდათ და მათ მიერ დაფინანსებული კვლევები, რაც კვლევები ჩატარებოდა, წელსაც ჩატარდა სხვათა შორის რამოდენიმე კვლევა. დაახლოებით 2/3 ან მეტი არის ხარდაჭერა როგორც ნატოზე, ასევე ევროკავშირზე და წინა წელთან შედარებით მოიმატა ამ ხარდაჭერა, რაც გასაგებიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად რუსეთის პროპაგანდის ზრდისა, ძალიან მკაფიო წინ გადადგმული ნაბიჯები არის ჩვენი ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის. ევროკავშირის მიმართულებით თუ ავიღებ, მოგეხსენებათ, რომ ასოციაციის ხელშეკრულება, ასოცირების ხელშეკრულება სულ ახლახნა შევიდა სრულიად ძალაში, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ღრმადაყოლის მოცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და მე პოზიტიურად ვარ ძალიან განწყობილი, სექტემბერში ვფიქრობ არჩევნამდე მივიღებთ უკვე ვიზა ლიბერალიზაციას. მეორე მხრივ ნატოს მიმართულებით თუ გამოვიხედავთ, უელსის სამინზე ძალიან სერიოზული არცებითი პაკეტი გამწყვეტს და ამაზე სამწუხაროდ არ მიეწოდება საქართველოს საზოგადოებას და ალბათ თქვენ მსმენელებსაც. ფოტოშორის სტოლტენბერგმაც ახსენა დღეს სწორედ ეს არსებითი პაკეტი და თქვა, რომ ჩვენ ყურადღებით ვადევნეთ თვალს, როგორ მიდის ამ ყველაფრის იმპლემენტაცია. ვისაუბროთ უფრო ვრცლად, ასე ვთქვათ, და რას მოიცავს, ასე ვთქვათ, რა პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით, ეს საინტერესო. თუ გვაქვს ამის დრო, ჩაუღრმავდებით ცოტა ამ საკითხს. 13 პროგრამა არის ორიენტირებული, კიდევ ერთხელ ხაზს გაუცვამ, არა მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეების კუთხით ჩვენი შესაძლებლობის გაზრდაზე, არამედ ძირითადად ორიენტირებული ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობის გაზრდაზე. ეხლა რას გულისხმობს ეს ყველაფერი? ხო, მარტივია ინტრო გავმარტოთ. ეს არის ცნა, მომზადება, განათლება, ერთობლივი ვარჯიშები, მიმართულებები არის სამი კომპონენტი: სამხედრო, საჰაერო და საზღვაო. მათ შორის ასე იგი ჰაერსაწინააღმდეგო, საჰაერო, სპეცდანიშნულების ძალები, სამხედრო პოლიცია, დაზვერვის კუთხით ინფორმაციის გაცვლა, სპეციალური მოგეხსენებათ, რომ სპეციალური ჯგუფი არის მუშაობს თავდაცვის სამინისტროსთან, ნატოს სამეკავშირო ოფისის გავლით, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ყოველდღიურ კონსულტაციას უწევენ ჩვენ შეერთებული ძალების განვითარების მხრივ თავდაცვის სამინისტროს და რა თქმა უნდა
გაზრდილი არის წუთნების განათლების პროგრამების რაოდენობა, რომლის ფარგლებშიც უფრო მეტი სამხედრო პერსონალი მზადდება და იზრდება საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოსთან. ხაზი უნდა გაესვეს ასევე სულ ახლახანს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისათვის საქართველოს ერთი ასეულის სერტიფიცირებას, მეორე დონის სერტიფიცირებას და ჩვენი მიზანია, ქართული მხარის მიზანია, რომ ბატალიონი ჩაერთოს ამ სწრაფი რეაგირების ძალებში. ეს ძალები არის სწორედ მიმართული იმისკენ, რომ თუ იქნება აგრესია რუსეთის მხრიდან, რომ ძალიან სწრაფად, სადღაც 48 საათის განმავლობაში 50,000-იანი კონტინგენტი არის გადმოსროლი იქნას ნატოს შესაბამისი კონტინგენტი, რომელიც ნეიტრალიზაციას გაუკეთებს და შეაკავებს ამ აგრესიას. დამატებით კიდევ ორ ამას ვიტყოდი, ძალიან მნიშვნელოვანია წვრთნებისა და შეფასების ცენტრის გახსნა, რომლის ფარგლებშიც იქნება აქ საუბარი არა მხოლოდ საქართველოს ქართულ კონტინგენტზე, არამედ ნატოს წევრი ქვეყნების კონტინგენტის წვრთნებზე და სულ ახლახანს გაიხსნა ასევე თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის, აღშენებლობის სკოლა, რომლის ფარგლებშიც ასევე დამატებით გამოიყოფა შესაძლებლობები მომზადების და განათლების მიღების ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, მართლაც არის ძალიან ერთამბეჭდავი და სერიოზული, ვთქვათ, იგივე შეიარაღებული ძალების განვითარების და გაძლიერების და იგივე ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ, მაინც რატომ, ასე ვთქვათ, მარტივად რომ ვთქვა, რატომ არ გვიღებენ ნატოში. რა არის ამის მიზეზი, ვთქვათ, იგივე შეიარაღებული ძალების განვითარების დონე, ვთქვათ, დემოკრატიის დონე, კონფლიქტები, სულ არის ამ თემაზე საუბარი და მაგალითად ბევრჯერ გვსმენია ალბათ, რომ ნატო არასოდეს მიიღებს ქვეყანას, რომელსაც აქვს ორი ასეთი ცხელი კონფლიქტი, ასე ვთქვათ, და მით უმეტეს რუსეთთან. რა არის მთავარი მიზეზი მაინც იმისა, რომ ჩვენ ჯერაც ველოდებით აი ამ ნატოს წევრობას? ეხლა კარგი შეკითხვაა მართლა ამბობენ ხოლმე და ამბობენ რომ აი ქვეყანას რომლის ტერიტორიაც ოკუპირებულია, იმას ნატო არასოდეს არ მიიღებს და წევრად საერთოდ 90-იან წლების დასაწყისში ჩატარდა სპეციალური გამოკვლევა, ანუ ნატოს გაფართოების შესახებ და გარკვეული არაფორმალური კრიტერიუმები ჩამოყალიბდა იმისი, რომ რა უნდა დააკმაყოფილოს ქვეყანამ, რომ მიღებული იქნას ნატოში. ერთი არის კონტრიბუცია უნდა მოახდინოს აუცილებლად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების გაღრმავებაში. ამას ჩვენ ნამდვილად ანუ ეს არის შეიარაღებული ძალების განვითარების ნაწილი, ხო? ამას ჩვენ აკმაყოფილებთ, იმიტომ რომ წვლილი როგორ შეგვაქვს ჩვენ უსაფრთხოებაში, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციას ვაკეთებთ სამშვიდობო, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. ანუ ჩვენი ქვეყნის ზომიდან გამომდინარე, გაცილებით დიდია ჩვენი კონტრიბუცია და მერწუნეთ ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს და ძალიან კმაყოფილები არიან და ყველა ქვეყანა, მათ შორის რო სკეპტიკური ქვეყანა, მათ შორის გერმანიაც, მათ შორის საფრანგეთიც, ხო? აღნიშნავს ევროკავშირშიც ყავს ესეთი კონტინგენტები და ძალიან ხშირად აღნიშნავენ და მერწუნეთ რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯის და როგორც სანდო პარტნიორის იმიჯის კუთხით ძალიან მნიშვნელოვან დივიდენდებს ვაგროვებთ. გარდა ამისა, არის ასეთი კრიტერიუმი, რომ უნდა ქონდეს შესაბამისი საზღვრის ხელშეკრულებები მოსაზღვრე ქვეყნებთან. აი ბალტიისპირელებს ასეთი ხელშეკრულებები სანამ მიიღებდნენ მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფორმალ წესი არსებობს, რუსეთთან არ ქონდათ და რატომ არ ქონდათ? მათ ყველაფერი გააკეთეს კომპრომისების, თქვათ, რაღაცაზე შეთანხმდნენ, რომ დაედოთ ეს ხელშეკრულებები რუსეთთან საზაზღვრო. მაგრამ რუსეთმა ეცადა რომ გამოეყენებინა სწორედ ეს იმისთვის, რომ არ დაედო ეს ხელშეკრულებები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კონსტრუქციულად მეორე მხარე ბალტიისპირეთის რესპუბლიკები კონსტრუქციულად იყო გაწყობილი და მზად იყვნენ ამ ხელშეკრულების დადებებისთვის ეცადა რუსეთს რომ გამოეყენებინა ეს ბერკეტად და არ დაედო ეს ხელშეკრულება. აი, როდესაც მიხვდა უკვე ცალსახად წარმოჩინდა, რომ ყველაფერი გაკეთდა ნატოს კანდიდატი წევრების მხრიდან ამ პრობლემის გადასაჭერად, მაგრამ ეს უკვე რუსეთის მხრიდან ცალსახად არის ფაქტიურად უნდა რომ დე-ფაქტო ვეტოს სახით გამოიყენოს, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მიუხედავად ამ არაფორმალ კრიტერიუმის. ახლა რაც შეეხება ოკუპაციას, გერმანიის სახით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც ნახევარი ქვეყნის, ხო, დაახლოებით აღმოსავლეთ გერმანია მაშინდელი ეგრეთ წოდებული გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ, წითელი არმიის მიერ და არ იყო ცნობილი, არავინ არ ცნობდა, ხო, ნატოს წევრი ქვეყნები. მიუხედავად ამისა,
გერმანია მიღებული იქნა 55 წელს და სწორედ ნატოში მიღების შემდგომ გაიზარდა მისი შანსი დემოკრატიული განვითარების და მან გამოიყენა ეს შანსი საერთოდ ეკონომიკური განვითარების და ასევე გაიზარდა შანსი გერმანიის გაერთიანების, რომელიც 90 წელს ესეთი ძალიან კარგი ფაქტით დაგვირგვინდა გერმანიის ბერლინის კედელი ჩამოშლით და გერმანიის გაერთიანებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეხლა პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება, რომ ამდენ ხანის მოცდა ჩვენ არ მოგვიწევს. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ოკუპაცია ქვეყნის ტერიტორიის ნატოს ისტორიიდან, გააფართოების ისტორიიდან გამომდინარე არ ყოფილა გადაულახავი ბარიერი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება. პირიქით ყოფილა გერმანიის მაგალითზე გაწევრიანება ქვეყნის და სწორედ ამის შედეგად უზრუნველყოფილი იქნა ქვეყნის გაერთიანება. კი ბატონო გიორგი, ჩვენ უკვე სატელეფონო ხაზზე გვყავს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ვარშავიდან. ქალბატონი თინა, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ სტუმარს და მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. რამდენადაც მე ვიცი, ცოტა ხანში უნდა დაიწყოს ნატო საქართველოს კომისიის შეხვედრა. რა მოლოდინები გაქვთ ქალბატონი თინა, რა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება ამ სხდომაზე განხილული? მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიახ, სულ ერთ საათში იწყება ნატო საქართველოს კომისია. ჩვენი ეს თავისთავად უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ რომ ნატოს სამიტის აფარგლებში არასოდეს არ ჩატარებულა ნატო საქართველოს კომისიის ხდომა, რაც მიანიშნებს ბევრ რამეზე, მათ შორის დამოკიდებულებაზე, სტატუსის ცვლილებაზე, განწყობებზე, რომელიც ნატოში არსებობს, როდესაც სამიტის ფარგლებში ძალიან დატვირთული გრაფიკის ფარგლებში ასეთი ხდომა იმართება. ჩვენ ველოდებით, რომ ხდომის შემდეგ იქნება ერთობლივი დეკლარაცია, რაც ასევე 2011 წლის შემდეგ აღარ ყოფილა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, როცა ნატო საქართველოს ერთობლივ დეკლარაციაში ჩაიწერება ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ თავმხრივად საუბრობთ ხოლმე. ჩემი მთავარი მოლოდინი არის რამდენიმე, პირველ რიგში ის, რომ ამ დეკლარაციაში თავსახად აისახება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და გამყარებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების ერთობლიობა, იქნება ასახული ყველა ახალი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ ამ წლის განმავლობაში ვმუშაობთ და შეთანხმება მიღწეული ყავს, მათ შორის მიღწეული გვაქვს, მათ შორის საერთაშორისო მიმართულებით, მათ შორის ინფორმაციის გაცვლის, კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის, ნატოს საიდუმლოებაზე დაშვების ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტის წევრების თვის რომ გამოიყენება იმ ტიპის სტანდარტის, ასევე იქნება JTEC-ის სტატუსთან დაკავშირებით დიდი იმედი მაქვს გადაწყვეტილება ამ დეკლარაციაში გახმოვანებული, რომ პირველად ნატოს ისტორიაში ნატოს არაწევრ ქვეყნის შეფასების და სწავლების ცენტრი მიიღებს ოფიციალურ აფილიაციას ნატოს სტრუქტურასთან. გარდა ამისა, ბუნებრივია, მთავარ გამოწვევად რჩება შავი ზღვის უსაფრთხოება. მე მქონდა უკვე შესაძლებლობა ვისაუბრე ჩვენს რუმინელ კოლეგებს, თავდაცვის მინისტრს, მათი გენშტაბის წარმომადგენლებს. ისინი ძალიან ოპტიმისტურად უყურებენ ხვალინდელ დღეს, უკვე როდესაც ნატოს კომუნიკე გამოქვეყნდება, თუმცა კომუნიკეს გამოქვეყნებამდე ჩვენ ველოდებით, რომ დღეს ერთობლივ დეკლარაციაში აისახება მთავარი პოსტულატი, რომ საქართველო დაპატიჟებული იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიულ დიალოგში, რაც არის მთავარი ფორმატი, რომელზეც სადაც უკვე ვარშავის სამიტზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ პრაქტიკული საუბრები დაიწყება იმაზე, თუ როგორ, რა ფორმით, რა ინსტრუმენტების გამოყენებით მოხდება შავი ზღვის დაცვა და შავ ზღვაზე უსაფრთხოების გამტკიცება. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო სწორედ ეს, რომ საქართველო იმ მაგიდასთან ჯდარიყო ისეთივე სტატუსით, ისეთივე ინტენსივობით, როგორც ნებისმიერი სხვა ნატოს წევრი შავი ზღვის აუზის ქვეყანა და ეს როგორც ჩანს და უკვე 2 საათის შემდეგ როცა დამთავრდება კომისიის ხდომა, დიდი იმედი მაქვს დადასტურდება, იქნება უკვე რეალობა. ქალბატონი თინა, ჩვენ მოვისმინეთ სტოლტენბერგის ძალიან საინტერესო განცხადება, გზავნილი ასე ვთქვათ, როდესაც მას დაუსვეს კითხვა იმ სკეპტიციზმთან დაკავშირებით, ხომ არ უნდა გადავხედოთ ასე ვთქვათ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას. როგორ შეაფასებდით ამ შემთხვევაში სტოლტენბერგის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს არჩევანი თავად აირჩიოს, ხო, რეალურად სად უნდა გაწევრიანდეს. მე ვფიქრობ, რომ დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ყველა კითხვას გასცა, ყველა სკეპტიკოს გასცა პასუხი. მან ძალიან ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ. ნატოს გენერალური მდივანი მოგეხსენებათ, თავის სახელით მხოლოდ თავის პირად აზრებს არ ახმოვანებს და ის ორგანიზაციის პოზიციას
ახმოვანებს მუდმივად. მან ისევე როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ, რომელმაც მალევე გააკეთა ასევე განცხადება, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ქვეს, რომ საქართველოს ადგილი არის ნატოში, რომ ქვეყნები თვითონ იღებენ ამ გადაწყვეტილებებს და არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს ან თავს მოახვიოს ნატოს ან წევრობის მაძიებელ ქვეყანას საკუთარი სურვილები. ეს იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი განცხადება და ჩვენ მხოლოდ მადლობა შეგვიძლია უთხრათ ნატოს გენერალურ მდივანს. კი ბატონო, და ბოლოს მინდა გითხოთ იმ პოლიტიკურ გზავნილთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოდან, ასე ვთქვათ, დეკლარაცია, რომელსაც ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი, თუ ქონდათ ამაზე საუბარი, როგორ აღიქვეს ეს ყველაფერი? საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ღონისძიების წინ მისი მიმდინარეობის დროს ქართული სახელმწიფო, იმიტომ რომ პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური ძალა გარკვეულწილად ხელისუფლების თანამონაწილე და თანამოძიარია, პრაქტიკულად ყველა, ერთის გამოყენებით, როგორც ნახეთ, პოლიტიკური ძალა აცხადებს მხარდაჭერას ამ პროცესის მიმართ, უპირობა და ერთმნიშვნელოვან მზადყოფნას, რომ იბრძოლოს ბოლომდე საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. ეს უდავოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც ჩვენ ყოველ ჩვენგანს ვინც ახლა ვარშავაში ვიმყოფებით ძალიან გვეხმარება ჩვენს კომუნიკაციაში ჩვენ კოლეგებთან და საბოლოო ჯამში ბუნებრივია ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მიზანს. კიდევ რა შეხვედრები გაქვთ დაგეგმილი, თუ არის თქვა პირისპირ შეხვედრები დავასრულე მე ამერიკელებთან შეხვედრა, მე ორი შეხვედრები მაქვს ჩემს კოლეგებთან ნატოს წევრი ევროპული ქვეყნებიდან, ხვალ მთელი წლის განმავლობაში ასევე ხვალ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის მიწვევით დავესწრები სამუშაო საუზმეს, სადაც 4 ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და 6 ევროპული ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები იქნებიან ჩემთან ერთად და სადაც მე საშუალება მექნება, როგორც ასპირანტმა ქვეყანამ წევრ ქვეყნებს ჩვენი პოზიციები დეტალურად გავუზიარო, ეს დილით მოხდება, მანამ სანამ ნატო კომუნიკეს მიიღებს და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ასეთი აუდიტორიის წინაშე სოციალურ გარემოში, არაოფიციალურ გარემოში მექნება ეს შესაძლებლობა. გარდა ამისა, ბუნებრივია საგარეო საქმეთა მინისტრი მართავს ასევე ორხრივ შეხვედრებს და დელეგაციის ხელმძღვანელ საქართველოს პრეზიდენტსაც აქვს უამრავი ორხრივი შეხვედრა დაგეგმილი ამ ორი დღის განმავლობაში. ჩვენ გვინდა მთავარი ამოცანა არის ის, რომ იმის შემდეგ რაც დასრულდება ნატოს სამიტი, აქვე სამიტის ფარგლებშივე დავიწყოთ უკვე მოსამზადებელი სამუშაოები წევრ ქვეყნებთან, იმისათვის რომ ყველა ის დაპირება, ყველა ის ახალი ინიციატივა, რომელიც ხვალ დღევანდელ ორხრივ დეკლარაციაში და ხვალ კომუნიკეში აისახება, უკვე პრაქტიკულად იყოს გარანტირებული წევრი ქვეყნების მხარდაჭერით, მოქმედებაში მოყვანით და ძალიან სწრაფი იმპლემენტაციის დაწყებით. სწორედ ამაზე ვესაუბრეთ ახლა ჩვენ ამერიკელ კოლეგებს თავდაცვის დეპარტამენტიდან, რომ ისინი ბუნებრივია ყველაზე უფრო დიდი დონორები და ყველაზე უფრო დიდი მხარდამჭერები არიან ქართული სახელმწიფოსი, საქართველოს თავდაცვის უნარიანობის და შესაბამისად მათგან დავიწყეთ სწორედ საუბარი იმაზე, თუ ის ყველაფერი რაც ხვალ იქნება აქ საბოლოოდ დამტკიცებული, როგორ ასახვას პოვებს უკვე რეალობაში პრაქტიკულ იმპლემენტაციაში ვარშავის სამიტის დასრულების შემდეგ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თინა. მე წარმატებას ვუსურვებ თქვენს დელეგაციას, ჩვენს ქვეყანას ზოგადად ამ მნიშვნელოვან საქმეში. ქალბატონი თინა ხიდაშელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ვარშავიდან და განვაგრძობთ საუბარს. ბატონო გიორგი, მე მინდა გითხოთ თქვენი შეფასება, როგორ ფიქრობთ ქართული ოცნების ხელისუფლება, ან ის ხელისუფლება, რომელიც ახლა არის, ასე ვთქვათ, მართავს ქვეყანას, რამდენად თანმიმდევრულია ამ პროცესში და როგორ შეაფასებდით, ასე ვთქვათ, მათ ნაბიჯებს აი ამ ჩრდილოატლანტიკურ, ასე ვთქვათ, ინტეგრაციის გზაზე? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ერთობლივი განცხადება ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონია და გზავნილია სერიოზული, მაგრამ ამ გზავნის, რა თქმა უნდა, გზავნის გარდა უყურებს ჩვენი პარტნიორები ნატოში, ასევე იმას, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯები იდგმება დემოკრატიული რეფორმირების კუთხით, უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების კუთხით და ამ მხრივ ჩვენ კიდე სამწუხაროდ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. საუბარი არის მედია თავისუფლებაზე, საუბარი არის სასამართლო სისტემის მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე, საუბარი არის უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებაზე და ეს ნატოს მაღალი დონიდადაც ითქვა ნატოს გემდივნის მოადგილის გამოსვლებში.
ეს არის რეფორმირება არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების სისტემაში ყველაზე თანამედროვე და რეფორმირებული უწყება არის. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ არის საჭირო რა თქმა უნდა. ანუ სუსტი რგოლები მაინც არის სასამართლო, მედია, პროკურატურა. ახლად შექმნილი უსაფრთხოების უშუალოების სამსახური, რომლის დემოკრატიული კონტროლიც არის ძალიან მინიმალური. ფაქტიურად თითქმის არ არსებული და ასევე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ანუ ეს ამ რეფორმირების შესაბამის განხორციელებასთან ერთად აუცილებლად საჭირო რაც გვაქვს ჩვენ კონკრეტული მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ამერიკის მხრიდან ხო ზოგიერთ დასავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან აი ამის სერიოზული მობილიზაცია და ჩვენი მხარდასაჭერი გადაწყვეტილების როგორც ევროკავშირში ასე დატანის ფორსირება. სამწუხაროდ ეს სათანადოდ არ ხდება. არ ხდება ასევე სკეპტიკურ ქვეყნებთან მუშაობა. ხა კარგი არის ბოლო წელს ხშირი ვიზიტებია გერმანიაში, მაგრამ აქამდე რას ვაკეთებდით, ხო? საჭირო არის გერმანულ მხარესთან ძალიან სერიოზული მუშაობა, იმიტომ რომ იქაც რუსეთის პროპაგანდამ სერიოზულად გაიდგა ფესვები და საქართველოს მიმართ არ არის თლად კარგი ნარატივი და შეხედულებების შექმნილი და ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა. არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებთან, არამედ მუშაობა იქაურ ეგრეთ წოდებულ გამავრცელებელთან, ანუ იმ ხალხთან, რომელიც აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს. ხო, იმიტომ რომ ხო, აზრის ლიდერებთან, იმიტომ რომ ამ ხალხის გავლენით იქნება საბოლოოდ აზრი საზოგადოებაში და ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და დემოკრატიულ სახელმწიფოებში, რა თქმა უნდა, ესენი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მთავრობას უწევს ხალხის განწყობების გათვალისწინება. აი ამ ხრივ ძალიან მწირი არის ჩვენი მუშაობა. იგივე იქაურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კვლევის ცენტრებთან, ძალიან სახელგანთქმულ ცნობილ გავლენიან ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან, პოლიტიკური პარტიის წევრებთან, აქეთ თუ გინდა კოალიციის ყოფ, გინდა მერკელის მხარეს ყოფ, თუ გინდა სოციალ-დემოკრატების ყოფ, ესეთ წონიან პოლიტიკოსებთან. აი ესეთ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც მუშაობა სამწუხაროდ არის არასაკმარისი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერ ვახდენთ შესაბამის იმ სიჩქარით ინტეგრაციას, რომელიც ასეთ ქმედებების განხორციელების და რეფორმების პლუს რეფორმების განხორციელების უფრო სწრაფად განხორციელების პირობებში გვექნებოდა. ანუ ჩვენა ვართ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ კიდევ უფრო კიჩხარა არ ხდება ნატოში ინტეგრაცია, ანუ ჩვენი მთავრობა და გასაგებია. ბოლოს მინდა კითხოთ ბატონო გიორგი, ბრიტანეთში გამართული, ასე ვთქვათ, რეფერენდუმის შემდეგ ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე ცვლილებები მოხდება, იგივე ვთქვათ, გერმანიაზე არის საუბარი, რომ გერმანია გახდება ამ შემთხვევაში უკვე დომინანტი და მთავარი, ასე ვთქვათ, ქვეყანა, რომელიც ერთგვარი წინამძღოლივით იქნება ევროკავშირში. ასეთი რამე ცვლილებები არის მოსალოდნელი ნატოს მხრივაც, ვთქვათ, იგივე პოლიტიკური გავლენები ქვეყნების შეიცვლება, გადანაწილდება, როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ ეს ნეგატიური დასკვნებია Brexit-თან დაკავშირებით ძალიან ცოტა ზედმეტად გადაჭარბებული არის. რაც შეეხება ევროპის ლიდერობას, გერმანია მანამდეც იყო და დღესდღეობითაც არის და იქნება, ხო? ევროკავშირის ლიდერი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამისი გამაპირობებელი ფაქტორი ის არის, რომ ფაქტიურად ეკონომიკური მოტორი არის გერმანია ევროკავშირის ქვეყნების. და აქამდეც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ბრიტანეთს, მაგრამ ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო იყო, რჩება და ალბათ უახლოეს მომავალში იქნება გერმანია. რაც შეეხება საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ აი ხა ბრიტანეთი თუ არ იქნება, შემდგომში რუსეთის სანქციების გაგრძელების თემაზე როცა იქნება საუბარი, ნაკლები მხარდაჭერა ეყოლება ამ სანქციებს და შეიძლება არ გაგრძელდეს. მინდა გითხრათ, რომ ანგელა მერკელის მხარდაჭერა ამ სანქციების გაგრძელებაზე
ვერწმუნდეთ ალბათ მას უფრო გერმანიას აქვს არანაკლები მე ვიტყვი რომ მეტი გავლენა რა თქმა უნდა ბრიტანეთზე ამ კუთხით რომ არა მისი მხარდაჭერა სანქციების გაგრძელებაზე ვერ მოხდებოდა ამ სანქციების გაგრძელება და დღესდღეობითაც გერმანიის მხარდაჭერა თუ არ იქნა მხოლოდ ბრიტანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა ნამდვილად არ ეყოფა ამ საქმეს რაც შეეხება დასუსტებას იგივე ნატოზე თქვი ხო ნატოს გემდივანმა გააკეთა ამას ძალიან კარგი განცხადება რომ ბრიტანეთის მონაწილეობის მხრივ ნატოში არაფერი არ იცვლება და მოდით ახლა ისე ვთქვათ თუ გერმანია არის მთავარი ლიდერი იგივე ხო ევროკავშირში ნატოს მთავარი ლიდერი ქვეყანა არის ამერიკის შეერთებული შტატები რომელიც დაახლოებით 71% სფარავს იმ სამხედრო ხარჯებისა ნატოს ქვეყნების მთლიანი ნატოს ქვეყნების სამხედრო ხარჯებისა და აი აქ მინდა აღვნიშნო რომ ბოლო წლის განმავლობაში ეს სამხედრო ხარჯები რუსეთიდან მომავალი აგრესიიდან გამომდინარე გაიზარდა 3%-ით რაც არის დაახლოებით 8 დოლარებში თუ გადავიღოთ დაახლოებით 8 მილიარდი ამდენით გაიზარდა? გაიზარდა, დიახ. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა 10 წლეულობის განმავლობაში ცივი ომის შემდეგ პირიქით ეს სულ მცირდებოდა. აი ხა პირველი წელია, როდესაც მოხდა 3% და 8 მილიარდი დამეთანხმებით არ არის მცირე თანხმობა. ანუ შეტრიალდა ეს განწყობები და ვფიქრობ, აი სტრატეგიული ფანჯარა სწორედ აი პოლიტიკური კონსენსუსის შესაქმნელად ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის ეს პოლიტიკური ფანჯარაც ნელ-ნელა იხსნება და აი ხა ჩვენზე იქნება ბევრი რამე კიდე დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად გავაკეთებ დემოკრატიული გავაგრძელებთ დემოკრატიულ რეფორმირებას, დავტოვებს რაც შეიძლება ნაკლებს კითხვის ნიშანს ამ თემებთან დაკავშირებით და ყველა იმ სკეპტიკურ არგუმენტებს რაც ჩვენთან დაკავშირებით არსებობს მაქსიმალურად გავენეიტრალებ და რა თქმა უნდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მინდა აღნიშნო, იმიტომ ხშირად ამბობენ რომ აი ჩვენ ამდენი პრობლემები გვაქვს უსაფრთხოები და სამივდივართ სადღაც 7-8000 კილომეტრის და მეტის იქით ავღანეთი ჩვენი ბიჭები გვტებიან სადღაც გადაკარგულში, როდესაც ჩვენ აქ გვაქვს სერიოზული პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის და აი ამის მიბმას ზოგი ვერ ხედავს. სერიოზულად მიბმული ეს საკითხები ერთმანეთთან. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ჩართულობით საერთაშორისო უსაფრთხოების და მათ შორის ევროატლანტიკური უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებაში ჩვენი წონა და ჩვენი საჭიროება ნატოს წევრი ევროკავშირის ქვეყნის წევრი ქვეყნებისთვის იზრდება. ანუ შენი ლამაზი თვალებისთვის ახლა კარგი ხაჭაპური რო გაქვს და კარგი ღვინო რო გაქვს, ამისთვის არავინ არ დაგეხმარება, ხო? და მარტო შენი რაღაც გარკვეულწილად სტრატეგიული. თუმცა ალბათ უმაგისობაც არ არის, ხო? ეს არის ჩვენი რბილი ძალის ნაწილი, დაგეთანხმებით, რა თქმა უნდა, ვამაყობთ ჩვენი კულტურული შენატანი სოფლიოს ერთ-ერთი შენატანი სოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი კონკრეტული კონტრიბუცია უნდა კონდეს მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კუთხით ევროატლანტიკულ არეალში და ეს მე გითხარით არის ასევე ერთ-ერთი კრიტერიუმი გაწევრიანების და ამ კუთხით აი ასეთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ავღანეთში ჩვენ შანსებს და ჩვენს მიერ კეთილგანწყობას და ჩვენს მიმართ ინტერესს და აქედან გამომდინარე ჩვენი პრობლემების მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის ნატოს ევროკავშირის წევრების ჩართვას ამაღლებს. ანუ ჩვენი ბიჭები, როდესაც იქ ცისწურიან პირველ რიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ინტერესებისთვის ღურიან სისხლს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გიორგი მუჩაიძე იყო ჩვენი სტუმარი, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი და იმედი ვიქონიოთ, რომ კომუნიკეში, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, ჩაიწერება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მესიჯი, შეტყობინება. მე ვემშვიდობები ჩვენს მსმენელს და ორშაბათიდან უკვე ახოსანაია დაბრუნდება. პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობთ. კვინტრაძის სტუდია დღის 4-ზე.